მოგესალმებით ჩემმეგობრებო, აბა როგორ ხართ? უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მოლოცვებისთვის კომენტარებში, ზოგადად იმისთვის, რომ მენდობით მიყურებთ და ჩემს სახზე ხართ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და დღეს მთელი დღე მინდოდა რომ მოვსულიყავდე თქვენთვის ვიდეო ჩამეწერა, ერთ-ერთმა გოგონამ მთხოვა, რომ იქნებ ვიდეო ჩაგვიწეროთ, როდის გავალთ მოჯადოებული წრიდან და როდის გაიხსნება ჩვენთვის ბოლოს და ბოლოს მომავლის კარი, ანუ როგორ უნდა დავახციოთ თავი ერთსა და იმავე ლაბირინთსო. ესე იგი, მე გუშინ ზოგადად ვისაუბრე ფერიცვალებასთან დაკავშირებით, მაგრამ იცით როგორი მომენტია, ფერიცვალება არ არის მხოლოდ ერთი კალენდარული დღე, ჩემო კარგო ადამიანებო. ეს არ არის ის, რომ ერთმანეთს რაღაცა სიკეთისმიერი ცვლილებები ვუსურვოთ, უკაცრავად ზოგჯერ გაუაზრებლადაც, ხო, უბრალოდ სიტყვას მოაქვს და ვსაუბრობთ. ფერიცვალება ცოტა სხვა რაღაც არის, ეს ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს ჩვენს თავში, ყოველდღიურად უნდა რაღაც პატარ-პატარა სწორი კორექტირებები და სასიკეთო კორექტირებები შევიტანოთ, როგორც საკუთარ თავსა და ქმედებებში, ისე ზოგადად ურთიერთობებში და თუ შევძლებთ ცხოვრებაშიც, ნუ ამის ნაკლებად მჯერა, მაგრამ მაინც და მოკლედ ვიტყვი იმას, ჩემო კარგებო, რომ ფერიცვალება, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის ეს უბრალოდ სიტყვა, ეს 365 თუ 366 დღის მანძილზე, როგორც არის ახლა ზუსტად არ მახსოვს უკაცრავად, ჩვენი ცხოვრების აი ყოველდღიური ნაწილი უნდა იყოს, ხო? ყოველდღიურად ჩვენ რაღაცას უნდა ვცვლიდეთ, რაღაც გარკვეულ დისციპლინას ვსწავლობდეთ და ასე ვთქვათ, გარკვეულ განვითარებას აი ამ ფონით ვაღწევდეთ. როგორი მომენტია, იცით, დააკვირდით, ფერიცვალება, როგორც ასეთი, ნახეთ, არ მოდის ტკივილების გარეშე. აი მე სულ ვამბობ, ზუსტად იმ გოგონა მე გიმითხრა, რომ ბოლოს და ბოლოს როდის გამონათდება ჩვენს ცხოვრებაში ასეთი საკითხი, რომ ჩაწეროთო. ნახეთ, ჩემო კარგო ადამიანებო, ჩემს ჩანაწერშიც ვთქვი და აქაც გავახმოვანებ ხმამაღლა, რომ ადამიანი ყოველთვის ელოდება ცვლილებას, ხო? ანუ ჩვენ გონია რომ აგერ ახლა გათენდება, მზე ლურჯი ამოვა და არ ვიცი, დედამიწა იქნება პირობითად იისფერი, ხო? ან არ ვიცი, რაღაც ალისფერი. ან ბუნებრივად მოვა გაზაფხულის ყვავილები აგერ გაყვავილდება, ხო? დილა რა არის, ჩვეულებრივი ამბავია, კაცო გათენდება და მორჩა. და აგერ ხვალ რაღაცა შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში. არა და რეალურად ტრანსფორმაციები, რეალურად ძირეული, შინაარსობრივი, სინტაქსური ცვლილებები, მეგობრებო, არ მოდის ესეთი ნაზი და მარტივი ქმედებებით, ეს მოდის ძალიან დიდი რყევებით. ფერიცვალება იწყება იქ, სადაც ზღვარს ვეხებით და ტკივილი თავის უზარმაზარ სიმძიმეს გვინდა არ გვინდა გვაგრძნობინებს ხოლმე, ხო? ტკივილი აი როგორც ესეთი არის ოსტატი, რომელიც ძველ ქანდაკებას ამტყევს, რომ ახალი სახე შექმნას. ოღონდ ის გვაშორებს აი ამ ჩორკნაში, ასე ვთქვათ, ხო, რომ ჩორკნის ამ ქანდაკებას ძველ სახეს, რომ იმისთვის, რომ აი რაღაცა ახალი სახე შეგვექმნას, ხო? ის გვაშორებს ილუზიებს, არ ვიცი, გვაცილებს იმას, რასაც მიჯაჭვულები ვიყავით, ანუ სხვანაირ განზომილებაში გვაგდებს რა. ადამიანში არაფერი იცვლება, მანამდე სანამ მისი შინაგანი საყრდენი არ შეირყევა. აი სწორედ ეს რყევა გვაიძულებს ხოლმე, რომ მე საკუთარი თავის სუსტი და ძლიერი მხარეები აღმოვაჩინოთ და ამ ბრძოლებში ბოლოს და ბოლოს ინსტრუმენტად იარაღად დავიკავოთ ეს ჩვენი ძლიერი მხარეები და ვიყოთ ისინი, ვინც ნამდვილეში ვართ. ფერიცვალება ყოველთვის ტკივილის ბინადარია. აი ზუსტად მაშინ მოდის, როცა ძველი მეკვდება და ახალ გზას ვაძლევთ ხოლმე, ასე ვთქვათ, საფუძველს და საძირკველს, ხო? ეს არის აი გარდაცვალება, ფანტასტიკური სიტყვა გვაქვს ქართველებს. სიკვდილი აი გარდაცვალება და აღდგომა ერთდროულად მე გუშინაც ვთქვი, ხო? აი სულიერი კანის შეცვლა, შინაგანი კოსმოსის გაფართოება, ტკივილი აი რაღაცა გარკვეულ კარიბჭედ იქცევა ხოლმე, ხო, რომლის მიღმაც უკვე თავისუფლება და
იბრძნე, იმალება და უკვე სულ სხვანაირი ხდები ადამიანი. შესაბამისად, ეს მეტამორფოზები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის სისუსტის და სინაზის არც სასწაული და არც ნაწილი. ეს არის აი ცეცხლში გავლა, ბეწვის ხიდზე გავლა და ვინც ამ ცეცხლს გაუძლებს, ვინც ამ ბეწვის ხიდზე გაივლის, ხო, ის უკვე აბსოლუტურად ახალი არსებით გამოდის ამ პლანეტაზე და ყველაზე კუნაპეტი სიგნალი სულ ამბობ ხოლმე, რომ სწორედ რომ გარიჟრაჟის წინ არის. ამიტომ ჩემო კარგო ადამიანებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კალენდარულ მილოცვებს და კალენდარულ დღესასწაულებს, ხო? კარგად რომ ჩავუფიქრდეთ, ჯობია რომ მთელი წლის მანძილზე რაღაც პატარ-პატარა ესე ზღვაკოვზით დაილიაო, ხო, კენჭებით რაღაცები შევაგროვოთ, რომ ერთი დიდი ციხესიმაგრე ავაგოთ. ჩემი ფისოები აქ მყავს, პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ, ხო, რა იქნება კარიბჭის მიღმა. მივყვეთ ზოგადად ტაროს. მაპატიეთ უკაცრავად, რას გვირჩევს, რას გვეტყვის და მოკლედ ძალიან ჩქარობს ვიღაცა. პირველი, მეორე ვარიანტი, ვნახოთ ეს პირველი ვარიანტი, ვისთვის არის გაშლა, მოდით ეს ხო, ადამიანი, რომელიც დიახ, ზუსტადაც რომ აი ამ გარკვეულ მატრიცაში არის მოქცეული და აი ამ რაღაც გარკვეული არ ვიცი გვაჩვენებს, მაგრამ რატომაც მომდის ეს სიტყვა პენტაგრამიდან ვერ გამოდის, ხო, რაღაც გარკვეული ჩიხები ამის გარშემო, ერთი და იგივე პატერნები ტრიალებს, ერთი და იგივე გამოცდილება ტრიალებს და მოკლედ თავდაცვაზეც არის ეს ადამიანი გადასული, თან ცოტა დასვენების პირობებშიც არის, ხო, მოდი ჩამოვჯდები ხარ რაღაც, აი დაწყებული რომ არის ტრანსფორმაცია, ხო, რომ მოდი ხან ჩამოვჯდები, შევხედავ სიტუაციას რა როგორი იქნება და მე ისევ გავაგრძელებ, ხო, ნუ მინიმუმ ძალას მოვიკრებ. ეს ძალიან კარგი ენერგიებია, სწორი ენერგიებია. ანუ ცხრიანი კვერთხები, როგორც ასე რომ აი ძალიან ხშირად ნეგატიურ ჭრილში განვიხილავთ ხოლმე, ხო, არ არის რეალურად ეს ნეგატიური არკანი, პირიქით კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის აი რაღაცა წინა გამოღვიძების პერიოდი, როცა იცი რომ შენ რაღაცისთვის რაღაცა გჭირდება და ეს რაღაცა უნდა დააგროვო, ხო, არ ვიცი როგორც აკლემი აგროვებს წყალს, როგორც სტრესის ფონსა და ინსულინრეზისტენტობის პერიოდში ორგანიზმი გიჟივით აგროვებს ცხიმებს, ხო, ყველა არ ვიცი ნივთიერებასთან ფერმენტს ცხიმად აქცევს, იმიტომ რომ იგროვებს თავდაცვითი მექანიზმს იკეთებს, ხო, აი დაახლოებით ეს მომენტია აქაც. ნახოთ აბა რაღაცნაირად უკვე თავიდანვე სიგნიფიკაციის ენერგიებით რეზონირდით ამ კონკრეტულ სათაურთან, ხო, გაშლის ამ კონკრეტულ სათაურთან, ასე ვთქვათ. ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ ახლა, მოდი აი ეს ვნახოთ, ხო, მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ეს არის. ახლა რა ენერგიებში ხართ? გასაგები, აი ზუსტად ერთ-ერთში ემთხვევა ის, კი ბატონო. აი ზუსტად, ჩემო კარგო ადამიანებო, რა ენერგიები გვაჩვენა სიგნიფიკაციაში, ის ენერგიები მომდის აქაც. ახლა ნახეთ რა ხდება. შესაძლოა ახლა ვიღაცის დახმარების ხელსელოდებით, ან ვიღაც გეხმარებათ აი ამ რთულ პერიოდს გადავინებთ. სამსჯავროს არკანი ჯერ კიდევ არ იცით წინ რა გელოდებათ, რა დაიმსახურეთ, ხო? თქვენმა კარმამ, ასე ვთქვათ, რა მოიტანა, სხვათა შორის კარმა ძალიან სწორი მიმართულებით გროვდება, როცა სხვებისთვის რაღაცას ვაკეთებთ. როცა მარტო საკუთარ სიკეთეზე კი არ ვფიქრობთ, ანუ სხვების სიკეთეებზეც ვფიქრობთ და თუნდაც მინიმალურით, ანუ ნახეთ, არ უნდა დავეცეთ მოწინააღმდეგების ვიბრაციებზე რა. დამიჯერეთ, რომ კარმა არსებობს, დამიჯერეთ, რომ ბუმერანგი არსებობს, დამიჯერეთ, რომ ღვთიური სამართალი არსებობს და ყოველთვის მიაკითხავს ნებისმიერი ადამიანის ჭიშკარს. უბრალოდ ეს არის დროის საკითხი და სიტუაციების საკითხი და ჩვენ უკაცრავად, მაგრამ განგების სიდიადესთან ვერ მოვალთ. შესაბამისად, გვერდზე უნდა გავდგეთ და ღვთიურ სამართალს დავუთმოთ გზა, ამიტომ დაეშვებით თქვენი მოწინააღმდეგეების. საერთოდ გაეშვით, არც ავიგით თქვით თქვენი სათქმელი, უბრალოდ არც ცუდი უსურვოთ, არც კარგი, გამოტრიალდეთ და წამოდეთ. ნუ კარგს თუ უსურვებთ, თლად კაიმარა, ხა ნუ ცოტა ადამიანური ძალებს აღემატება, მე მესმის თქვენი. ადამიანი, რომელსაც ძალიან გეჩქარებათ დასრულება, აი უკვე უმძიმესია, ვეღარ უძლებთ, აი როგორ ახართ, იცით, რომ აი ნერვები კბილებით გიკავიათ, აღარ გაქვთ თავი არაფრის და თან სულ ეს რვიანი ხმები თქვენ იცით, რომ
ილუზორული შიშებიც არის, ხო, შეიძლება გარეთ საერთოდ არ ინგრევა სამყარო, მაგრამ თქვენ თვალებზე რომ გაქვთ აფარებული, ვერ იგებთ ამ სამყარო ან დოლბანდის მიღმა რეალურად რა ხდება და თქვენი წარმოსახვით ქმნით და ანუ ადამიანი, რომელიც დესტრუქციულ აზროვნებაზე აწყობს თავის აზროვნებას, ჩემო კარგო ადამიანებო, ხო, ის მერე განა იზიდავს მთლად ესეც არ არის რა, ძალიან მშრალად ვამბობთ ხოლმე და მე სულ ვამბობ, რომ რას ქვია კაცო ერთნაირები იზიდავენ ერთმანეთს, სულაც არ იზიდავენ ერთნაირები. რატომ არის, რომ ძალიან მაგარი ადამიანის ცხოვრებაში გამოჩნდება ვიღაცა არ ვიცი, აი არამზადა და თავდაყირა დააყენებს ძალიან სწორი კეთილი და ნორმალური არსების ცხოვრებას, ხო, ადამიანის ცხოვრებას. რატომ? იმიტომ რომ მას სჭირდება ეს ადამიანი. ის იზიდავს ამას, იმიტომ რომ ამისი ენერგიით იკვებოს. ამიტომ ამ შაბლონურ მოსაზრებას ძალიან ვეწინააღმდეგები, ჩემო კარგო ადამიანებო და ნუ ალბათ თქვენშიც გამომიჩნდებიან მხარდამჭერები ამ მიმართულებაში. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრი ეს არის სწორედ. აი ზუსტად იცით რა პერიოდს გადიხართ, სხვათა შორის ადრეც მიფიქრია ამ თემაზე და თვით შეფასების მომენტის ამაღლების თემა, ხო? დააკვირდით, ნახეთ, აი ნატურალური ქვა, რომ ალმასი რომ ბრილიანტად იქცეს, რა პერიოდით, ჯერ საერთოდ საიდან ამოაქვთ, რომ შეხედავ შეიძლება რიგითი რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა ქვა, მოსასროლი ქვა მოგეჩვენოს, არ ამცოდნეს და დილეტანტს, ხო? ნუ ეს უკვე გარემოს არასწორი გარემოს თემაა. და რა პერიოდი და რა დრო ჭირდება იმას, რომ ის დადგეს რეალურ ბრილიანტად. აი ზუსტად ეს არის ჩვენი ცხოვრებაც, ხო? ანუ ჩვენ რეალურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ადამიანშია სუპერძალა, ეგრეთ წოდებული, ყველა ადამიანშია ოქროს გზა, ყველა ადამიანში არ ვიცი, აი როგორ გითხრა, წარმატების ინსტრუქცია პირდაპირ მოცემული, უბრალოდ ჩვენ რას განვავითარებთ, ამაზეა საქმე, ხო? აი ამ ამბავში ხართ, რაღაცა თან ვერც გაგირკვევია, თითქოს რაღაცა მოდის, მაგრამ აი ამ ბალანსსაც ვერ იცავთ. სწორად ვერ ხვდებით სიტუაციებს, ანუ გაქცევის ენერგიები უფრო მეტი გაქვთ, ვიდრე დახვედრის და შიშია ზუსტად ტრიგერი იმის, რომ გაიქცე, არ დახვდე და არ გაანალიზო და არ გადაჭრა პრობლემა. ყოველთვის ვამბობ, რომ შიში ეს არის ყველაზე დამანგრეველი ძალა და ამას ერიდეთ, ეს არეგულირეთ, სხვა ყველა ემოცია კიდე რაღაცნაირად თავსებადია, ეს საერთოდ არ ვიცი, სასწაულს უშორება ადამიანის ფსიქიკას. ხო, ნუ გასაგებია რა ენერგიებშიც ხართ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გაქვთ, ძალიან გეჩქარებათ რაღაცების დასრულება, ამოსუნთქვის პირობებში ხართ, ვიღაც გეხმარებათ ამ გზაზე, ან ელით უბრალოდ დახმარებას, ესეთი ენერგიები მოდის. ერთადერთი სასიკეთო რაც ვნახე მე იქ არკანი. არა, ბევრი სასიკეთო არკანია, მაგრამ ნუ ისე გამოკვეთილად, ხო, ეს დანარჩენი ყველა მაინც მოიცავს დუალურ ენერგიას. ცოტა ადგილი რომ გავათავისუფლო თქვენის ნებართვით, ჩემო კარგო ადამიანებო, ამებს აგერ ასე მივწევ. ხომ არ გეწყინებათ ეს რაც განვეხილეთ უკვე და ვნახოთ ახლა რას უკავშირდება ეს მთელი თქვენი აურზაური და აბლაბუდა. წყენას, არდაფასებას, აქ შესაძლოა რაიმე სამსახურებრივ საკითხსაც უკავშირდებოდეს. კი, აქ უფრო მეტად, კი, აქ პირადზე მეტად მოდის ჩემო კარგო ადამიანებო, სამსახურებრივი, არ ვიცი, რაღაცა კარიერული ფულის თანხა, იქაც სხვათა შორის 6-იანი პენტაკლები მეჭდა, დახმარების თხოვნა, რაღაც დოტაციაზე ყოფნა, თითქოს შეიძლება დეფიციტი გაქვთ ახლა ფინანსებში, ან რაღაცა ვიღაცა შეიძლება მემკვიდრეობასაც ელოდებოდეთ, ესეც გადათამაშდება ბევრს და ვიღაცა ხელის გამოძეს, ვიღაცა ზარს ელოდებოდეთ, ხო, რომ სამსახური დაიწყოთ. ნახეთ, ეს ყველაფერი თქვენთვის პირდაპირ მეუბნება აგერ არკანი კარმის ნაწილი და მომენტია. არც მეტი და არც ნაკლები, ანუ რაც
გაგიკეთებიათ და დაგითესავთ, იმას მიიღებთ უკან. თქვენი ეს მთელი ემოციური ამბავი და ლაბირინთები სხვა შორის საკმაოდ ისეთი მოჭარბებულად არის დღესაც მაღალი არკანები. მუშაობთ, მაგრამ ხო იცით, მონას არასდროს უხდიან იმდენსო, ხო, რომ თავისუფალი იყოსო, დაახლოებით ეს მომენტი გაქვთ. რაღაც წინა პერიოდის მონატრება გაქვთ, ნოსტალგია გაქვთ, თითქოს ადრე უფრო უკეთესად იყავით, თითქოს უკეთესად შეგეძლოთ რაღაცეები. ფიქრობთ, სულ აი ამ ამბავში ხართ, რომ აი რა როგორ შეიძლება და უკეთესად დამელაგებინა, ხან ცოტა თავსაც დანაშაულებთ, ხან ვიღაცას ადანაშაულებთ და მოკლედ ხართ აი ამ აბსოლუტურ, არ ვიცი, არიადნას გორგალში გაბმულები და გახლართულები. კარგით. აბა უახლოეს პერიოდში ბოლოს და ბოლოს გადახვალთ სხვა საფეხურზე, ანუ კარიბჭის მიღმა რა ჩანს, იგივე წრე ჩანს თუ გამოსვლა ჩანს და უკეთესი გამოსავალი. არჩევანი ყველა შემთხვევაში გექნებათ, ხო, ბედის ბორბალი, ანუ სიცოცხლის რუქა, ახალი დასაწყისი გიჩვენთ, კი შემოკარგო ადამიანებო. აუცილებლად ჩანს და რა საინტერესოა, ნახეთ ისევ აი, ხო, ზუსტად აი აქ დააკვირდით რა, რომ სულ თავიდან ბოლომდე რაც გამოდის, ეს არის ფინანსების, სამსახურის, კარიერის თემა, ანუ აქ არც ერთი არ არის პირადი სურვილების და ასე ვთქვათ მომენტების ენერგია. და სხვათა შორის კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მაღალი არკანებით საკმაოდ ისეთი რაოდენობით არის. ერთი წუთით ბოდიში უკაცრავად. ხო, ნახეთ რას ვამბობდი. ფანჯარა იმას ვქენი, რომ ძალიან მიბერავდა და მაპატიეთ. ხო, რა გაგვეშალა. ნახეთ, თქვენ არჩევანი გექნებათ. საერთოდ სულ ვამბობ, რომ აი მეც რომ მეკითხებია, რომ თქვენ რას მეტყვით. მე როგორ უნდა გირჩიოთ თქვენ თქვენი ცხოვრების ამბავი მითხარით, როცა ღმერთმაც კი გამჩვენმა გვაჩვენა ორი გზა, ავიდა კეთილი, ბოროტი და კეთილი, ხო? ანუ ორი გზა დატოვა სამყაროში, თავშივე, საწყისშივე ჩადო ორმაგიანი დუალური ენერგიები და გითხრა, რომ ეს თქვენი არჩევანია, ხო? თქვენ დაარჩიოთ. მე შემიძლია დაგანახოთ რაღაც სიტუაციები, მაგრამ არჩევანი თქვენზეა, ხო? ნახეთ თქვენს ცხოვრებაში დადგება არჩევანი, რომ ისევ იგივე მატრიცით წახვიდეთ, ანუ ბედის ხაზით წახვიდეთ, ბედის არა მაპატიეთ, ცხოვრებისეული კარმული ხაზით წახვიდეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში ახალი რაღაცა ორიენტირი აიღოთ და ახალი გზა დაინახოთ რუქაზე, ხო, სიცოცხლის რუქაზე. მე ახალ დასაწყისს ვხედავ აქ, სხვათა შორის შესაძლოა დაწინაურდეთ კიდეც წარსულის აი ის რაც გენატრებათ, ნახეთ და სადაც რაღაც ნოსტალგიური მომენტები გქონდათ და თითქოს რაღაცას იხსენებდით. შეიძლება წარსულ სამსახურში გადახვიდეთ, დაბრუნდეთ, ან იქიდან დაგიძახონ, ან უკეთეს აი რაღაცა წარსულთან კავშირიც იყოს, ან წარსულის ადამიანთან კავშირი და თქვენ ცხოვრებაში შემოდის, აი იცით როგორი ხვავი და ბარაქა და წარმატება, რომ აი შეიძლება დღეს და აქ და ახლა გაგიღიმოთ კიდეც, რომ რას ლაპარაკობ, დამცინი? არა, ნამდვილად არ დაგცინით, თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად ჩნდება ახალი გზა, საბედისწერო გზა მოდის პირდაპირი მნიშვნელობით. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. აბა მეორე ვარიანტს ნეტა ვინ არის და რა აწუხებს, ხო? აბა ვისთვის არის ეს გაშლა? ხო, სულ რო ჩქარობთ, სულ რო გარბი ხართ, არ ვიცი რა გინდათ, თან ცუდად რომ გარბი ხართ, აი მომენტიც არის, ხო? რაღაცას ემალებით, რაღაც რეალობას გაურბი ხართ, შიშებში ხართ,
რაღაცა სუშფოთი გაქვთ, რეალურად შეიძლება, არ ვიცი, სულაც არ იყოს აი ეს ქარაშოტი და ეს ქარბორბალა, მაგრამ თქვენ ასე ფიქრობთ, რომ რაღაცა გადაგეფარებათ, რაღაცას ვერ გაუძლებთ, რაღაცას ვერ გადაიტანთ. ვიღაცა შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც შემოკარგო ადამიანებო ავად იყოთ, ჯანმრთელობის პრობლემები გქონდეთ, ამასაც არ გამოვრიცხავ. მაგრამ აქ უფრო რატომაც მგონია, რომ ცოტა ფსიქოლოგიურად დაძაბული კლიმატი გექნებათ. ხმლების ენერგია და შეიძლება ფორმიან ადამიანებსაც გიკავშირდებოდეთ. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რა ამბავია. უკაცრავად. რა ამბავია, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ხო, ძალიან აქტუალურია დღეს კარმის თემა. რას უკავშირდება ეს თქვენი დარდები და ნერვიულობები? აქ ურთიერთობა გაგვაშალა. აქ არც მეტი და არც ნაკლები ურთიერთობის თემა წამოვიდა, შემოკარგებო და ხო, всё-თორე დავტოვო არკანები. რას განიცდით და რა გაწუხებთ ახლა და რატო ხართ აი ამ დღეში, ხო, რასაც აგვაჩვენებს. ჩამიკრა. რასაც ეს გვაჩვენებს. მივყვეთ ახლა იმდენი არკანი ამოვიხირო. მივყვეთ ახლა შემოკარგო ადამიანებო, რაღაც ახალდაწყებულ ურთიერთობას ეხება ეს რომ იცოდეთ. გარკვეულწილად ან განახლებულ ძველ ურთიერთობას, მოდით ასე გეტყოდით. შესაძლოა კარმულად დაგიტრიალდათ რაღაცები, ანუ კარმული პარტნიორია ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და ესე მარტივად ვერ მოიშორებთ, თან გაქვთ ემოციებიც, თან გაქვთ უმადურობის შეგრძნებაც და უფრო სწორედ უმადურობის კი არა, უკმაყოფილების განცდა, რომ თითქოს ის არის უმადური და მას ვერ დაანახეთ რაღაცეები. პლუს ამას ძალიან განიცდით რაღაც სიტუაციებს, თან თქვენს წარსულს გქეკავთ. აქ ყვავით არის წარმოდგენილი მაგი. ანუ დადებითი პერსონაჟი ცალსახად არ არის, ხო? თან ხვდებით ამ ადამიანის манипуляციებს, თან გახსოვთ მისგან მონიჭებული ძალიან ბევრი ემოცია. თუმცა იმასაც ხვდებით, რომ ძალიან ხშირად ძალიან ისეთი, არ ვიცი, პრიმიტიული და ინფანტილურიც იყო ეს ადამიანი. თითქოს ოჯახამდეც მივიდა საქმე, მაგრამ მერე რაღაც ჩაიკეტა სიტუაცია და ეს ყველაფერი დარჩა ოცნებებში. ან ეხლა ატრიალებს ეს ამბავი, რომ აი გგონიათ, რომ ხელი და გული უნდა შემომთავაზოს, მაგრამ ან დამთანხმდეს ჩემი ხელისა და გულის შეთავაზებაზე, ხო? თუ მამაკაცები მივიყურებთ, მაგრამ ნუ რას უკაცრავად არც არაფერიც არ ხდება აქ და ნუ ეს ზუსტად ასე ვთქვათ, გაგდებთ აი ენერგიებში, რა ენერგიებშიც ახლა ბრძანდებით. კარგით. მაინც კონკრეტულად მანახე, აბა რას უკავშირდება. ან ვის უკავშირდება, თუ ვის უკავშირდება, დავასუსტოთ კიდე, ხო, ამდენ არკანს აღარ ამოვიღებ. ნუ ყოველ შემთხვევაში იმედია. ხო, ნუ გასაგებია, დაკიდებული მამაკაცის პოზიციაში ხართ ახლა. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მიდის და არც მიკვირს ოცნებობთ, იქაც დრიმერი გაქვთ. ოცნება და ნუ მოკლედ ორიანი შეყვარებული ხართ. შეყვარებული ხართ, ან როგორი შეყვარებული ხართ. ოღონდ დააკვირდით, აბა სწორი შეყვარებული ხართ თუ უბრალოდ კონტროლი და ასე ვთქვათ რაღაცეების თქვენს ჭკუაზე ფორმირება გინდათ. სხვათა შორის აი მაგალითს მოგიყვანთ. აღარ არიან შემოკარგო ადამიანებო დღევანდელ, არა, როგორ არ არიან ახლა თქვენ შემომედავებით, აბსოლუტურად სამართლიანად შემომედავებით, რომ დღევანდელ თაობაში უფრო არიან ეს ექსცენტრიული და ასე ვთქვათ ესეთი გამორჩეული არასტანდარტული ადამიანები, რომელსაც ნებისმიერ რაღაც გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ქალს რა სჭირდება, ნახეთ,
დღევანდელ ცხოვრებაში, როცა ასე ხელმისაწვდომი გახდა ყველაფერი, არ ვიცი, ურთიერთობა, სექსი, კაფე, ჩასაცმელი, კარგი ნივთები, ის ეს, მოკლედ თვითონ ქალიც თვითკმარი და ისეთი გახდა, ხო, აღარ არის აქ ის, რომ მარტო მამაკაცი იყოდეს რაღაც მარჩენალი და ქალი სულ პირმოკეტილი ყველაფერზე თავს უქნებდა, ოღონდ ხვალინდელი დღე მშიერი კუჭით არ ემლო, ხო? აღარ არის ეს პერიოდი ჩაბარდა წარსულს. და ქალს ახლა თქვენ ვერაფრით ვერ გააკვირვებთ და ვერ გადაარევთ, ხო? ქალს რა ჭირდება? ჭირდება ზრუნველობა, ჭირდება იმისი განცდა, რომ თქვენ იმის გვერდით ხართ და ჭირდება დიდი დოზით ყურადღება, ხო? ასევე მამაკაცსაც. არ ვიცი, მე სულ მიკვირს ხოლმე, აი და სულ კითხვას ვსვა ამ სხვათა ჩემთან მოსულ ადამიანებთანაც თუ ვინც მოსულა მამაკაცები, ხო? 1-2 რომ აი რატომ უნდა გინდოდეთ, ვთქვათ, აი უბრალოდ რატომ უნდა გააუფასუროთ ის ადამიანი, რომელიც დღეში 7-ჯერ კითხულობთ, ხო? ინტერესდება, ეხლა თქვენ კიდე ვიღაცა ოპონირება შეიძლება გამიწიოთ, რომ დედის როლი არ უნდა მოიგოს. აქ დედის როლზე არ არის ჩემო კარგო ადამიანებო, მხოლოდ დედას ხომ არ აინტერესებს თქვენ არ ვიცი 8 გრადუს ყინვაში ხარ 8 გრადუსი ცოტა ისეთია ჩვენთან არის ხოლმე ეგრე ყინვა აღარც დღის მანძილზე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ რიცხვზე ჩამიკირკიტებით, ხო? გაცვია თუ არა პალტო, თქვათ, აი დღე ისე გავიდა, რომ ჭამე თუ არა. ეს ხო ელემენტარული ყურადღება, ხო? რატომ უნდა გააუფასურო ის ქალი, რომელიც შენით ინტერესდება და რატომ უნდა დააყენო წინ ის ქალი, არ ვიცი, რომელიც, ნუ არ ვიცი, ასე აგიხირდება და გეტყვის, რომ არა იცი რამე, აი აქ კი არა, იმ რესტორანში მინდა და იქ თუ არ წამიყვან, უკაცრავად კარგად ბრძანდებოდა. ეს გასაგებია, რომ გარკვეულწილად თავდაჯერების ხარისხის თემა, იქ ცალსახად ხაზის გასმა, რომ მე ძვირფასი ცხოვრებისთვის ვარ და უკაცრავად ახლა შენ თუ ამას ვერ მომცემ, ტყუილად თავს ნუ შეიწუხებ და თავს ნუ აიტკიებ, ეს გასაგებია, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ მამაკაცი რაც მეცდებს ქალში, მით მეტად უჭირს მერე მისი დატოვება. ნუ კაცის გონება მაინც მატერიალზეა რა მორგებული. გვინდა არ გვინდა ეს სტატიკურად ასია, აბსოლუტურად ასია. ნუ როგორც გვინდა რა სხვადასხვა ბრუნვაში რო ვატრიალთ, აი პასუხი მაინც ერთი იქნება. ნუ ქალი უფრო ემოციების თემაა, ხო? მაგრამ მე ძალიან მწყდება გული, იმიტომ რომ მართლა ისეთი ანგელოზივით გოგოები არიან, აი ყველაფერზე რომ წავლენ თავისი პარტნიორის გამო, ან ყოფილი პარტნიორის გამო და არ ვიცი ეს ბიჭები საერთოდ რა აზრით და რა გონებით ფიქრობთ, მე ვერ ხვდები. ცოტა მიჭირს გაგება. აი თუნდაც ის რომ გელა ჩარკვიანის მოგონებებში წერია, მოგონებებია, ხო, ნუ წიგნათაც აქვს და ინტერვიუც აქვს რა, სადღაც არ ვიცი, მიცემული წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში, რომ შუა რუსთაველზე ხინკლის ქვაბით დავრბოდი, იმიტომ რომ ნანას თვის მიმეტანაო, ხო, ეხა იმ პერიოდში სახინკლებში ქალების სიარული ესე მარტივი თემა არ იყო და ლექციების ნაცვლად მის სახლში ვიჭექიო, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, ყურადღება, სითბო, მზრუნველობა, ეს მოქმედებს ყველაზე მეტად ურთიერთობას და ესაც ცოცხლებს ურთიერთობას, თორე ახლა დანარჩენი ახლა მე თუ დავიძინე უკაცრავად და სულ არ დავინტერესდი შენ სახლში, რომელსაც შემოხსნი კარებს, მაპატია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა უკვე დაცლილი და აბსოლუტურად გახუნებულია, ხო? აღარც ის მაინტერესებს ვინმესთან იყავი თუ არა, ანუ არც ხსნი, კარებსაც არ ხსნი, ხო? გასაღებით ვკეტავ, მოდიხარ და შენაღებ პირობითად ვამბობ, ხო? ნუ ახლა ესეთი ურთიერთობა გასაგებია. აქ პრობლემა კიდგათ ემოციური, აქ ახალ ურთიერთობას ეხება, სადაც აი კიდევ ერთხელ რეზიუმეს გაგიკეთებთ, რომ ან ახლა პაუზაზე ხართ, ოღონდ არ მიჩანს ესეთი, რომ აი და საერთოდ დავბლოკეთ ერთმანეთი, არაფერი ვიცით ერთმანეთის, ეს მომენტი არ არის, აი ესეთი გამონათებებით კავშირი შეიძლება იყოს, ან იყოს ესეთი ალაგ-ალაგ მიმოწერები, მაგრამ არის მომენტი, რომ თითქოს რაღაცას ელოდებით და ცოტა ნელ-ნელა იმედგაცრუება გეპარებათ. რა იქნება შემდეგში? შეიცვლება სიტუაცია, თუ კიდე ახალ ადამიანთანაც იგივე სიტუაცია, იგივე მდგომარეობით წახვალთ, ხო? ასე იგი თუ სადმე რამე მაღალი არკანი იყო, ყველაფერი ამოვიდა, აბსოლუტურად ყველაფერი. ახლა გეტყვით მე თქვენ მეგობრებო.
აქ ცალსახად ძველი გზა იჭრება და ძალიან სწრაფად მოდის სხვათა შორის თქვენს ცხოვრებაში რაღაცა სიახლე, ოღონდ ეს სიახლე არ იქნება მარტივი. აქ თქვენ ძალიან დიდი გაკვეთილის ჩაბარება მოგიწევთ და რატომ? იქნება გარკვეული ბარიერები, გამოცდის მომენტები, რომ აბა შეძლებ, აბა ანუ საკენკს დაგიყრიან რა, ისევ იქ ძველი წრით რომ წახვიდეთ და არ დათმოთ არაფრის ფასადის, მაგრამ თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ეს საკენკია და მნიშვნელოვანი ძირითადი კერძი მეორე გზაზე გელოდებათ, სადაც აი ესეთი აბსოლუტური ემოციური სისავსეა, სადაც ოჯახური მუხტიც ტრიალებს და სადაც ასე ვთქვათ იმპერატრიცა გელოდებათ. აქ ფარშევანგი ყავს იმპერატრიცად, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა. დააკვირდით, ფარშევანგის კუდია ხო ძალიან ლამაზი, მაგრამ მის მიღმა რა დგას კიდე კაცმა არ იცოდეს. აი ძალიან ისეთი საინტერესო ბარათია. შესაბამისად, შინაარსობრივად რა დაგხვდებათ ეს მამაკაცი თუ ქალბატონი ამაზეც უნდა დაფიქრდეთ აუცილებლად. შეიძლება ესეც კიდევ ერთი ეტაპი გამოცდის იყოს, რამდენად თქვენ თქვათ მზად ხართ იმისთვის, რომ გაუცნობიერებლად ვიღაცას ეს როლი მიანიჭოთ. შეიძლება აქაც გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა კოლოკვიუმების დაწერა მოგიწიოთ ცხოვრებაში, მაგრამ თვლით, კი. სტაბილურობისკენ ცვლით შანსი გეძლევათ და თქვენ ამ შანსს ძალიან სწორად იყენებთ. იმპერატორის სარკანი, ვარხვის სარკანია, ვარხვია აქ იმპერატორად წარმოდგენილი და თქვენ ხდებით თქვენი ცხოვრების მეთაური, თქვენ ტოქსიური ურთიერთობები ვეღარ გმართავენ, თქვენ ძალიან სწორი მიმართულებით მიდიხართ, აი რაც არ ამოვიღე, ხო? და სხვათა შორის მინდა გითხრათ, ნახეთ რა საინტერესო რაღაცა ამოვიდა, დააკვირდით. აი ის იმედგაცრუებების, ტკივილების, ნერვიულობები, რაც წინა წრეებზე იბოდიალეთ და სხვა პარტნიორებთან თქვათ სწორად ვერ გაიარეთ, ხო? აი ამ სწორ ვარიანტში გაგახსენდებათ და გაგახსენდებათ როგორ აღარ უნდა მოიქცეთ და კოლაბორაციაში შეძლებთ სიხისტის, სიმკაცრის, სითბოს, მზრუნველობის და ძალიან დიდი დოზის ყურადღების შერევას და აი ეს მოიტანს საოცარ შედეგს, იმ შედეგს, რაც ვთქვათ, აი ნებისმიერ ადამიანს ჭირდება, ხო, იმისთვის, რომ თავი იგრძნოს დაცულად, თავი იგრძნოს ბედნიერად და თავი იგრძნოს სწორედაც, რომ აი კიდევ დავამატოთ, ხო, თავი იგრძნოს სწორ მმართველად, მარტო ის კი არა რომ მე ვმართავ და ბედნიერი ვარ და რა მაგარი ვარ, არა, აი სწორ მმართველად ანუ აი ერთდროულად იყოს რომანტიკოსიც, იყოს მეოცნებეც, აგერ იყოს მეთაურიც, იყოს იმპერატორიც და მოკლედ არ ვიცი. სხვა შორის წყვილში დამიჯდა იმპერატორი და იმპერატრიცა, ნახეთ თქვენ თვითონაც. და რა იქნება კიდევ მანახე? თქვენი ენერგიები საითკენ წავა? სტაბილურობისკენ, სისავსისკენ, გაზრდისკენ, აი როგორც ფენიქსი, უფრო ახალი და უფრო ლამაზი და უფრო ისეთი ბედნიერი და ისე ბედნიერი ნუ როგორ ხო, აი განსხვავებულად აღდგება ხო ფერფლისგან, აი ესე წამოვა თქვენი ემოციები და თქვენ იქნებით ძალიან, თქვენი გონებრივი, თქვენი ლოგიკა, თქვენი გონება, თქვენი განათლება, თქვენი გამოცდილება, თქვენი სწორი ანალიზი, დააკვირდით ძალიან სწორი ანალიზი, რას მოგიტანთ, სტაბილურობას ოჯახის ხეს და არ ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს, აგერ ახალ დასაწყისს, ეს რა გადავარდა, ეს უკან დარჩება, გადმოგვივარდა, ხო, ნუ უკან დარჩება, გასაგებია. და ნახეთ სამყაროს არკანი, რა საინტერესო ბოლო, ასე ვთქვათ, ნოტა გაშლის, აი ზუსტად ეს იქნება, ხო, ახალი სიცოცხლე, არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ოჯახით შექმნათ და ბავშვიც მალევე მოყვეს ამ ყველაფერს, თუ არა რაღაცის ციკლის დახურვა და აბსოლუტურად ახალი ციკლის დაწყება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის, მე დაგემშვიდობებით, ნახვამდის.